მოსამართლედ წოდებულმა რეჟიმის ჯალათმა გიორგი არევაძემ, ვინც ეს სამარცხვინო სრულიად უკანონო უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ, არ ემსახურება, არ არის მხოლოდ გზავნილი მისთვის. ხა ერთის მხრივ რა თქმა უნდა ასევე არის გზავნილი მისთვის, რომ აი სამაგალითოდ დასაჯონ გამბედავი ლიდერი, მებრძოლი, პრინციპული, შეურიგებელი ქალი, რომელიც სხვა პოლიტპატიმრებისგან ერთი რამითაც გამოირჩევა, გარდა იმისა, რომ პირველი პოლიტიკოსი ქალია, ჩვენ გვყავს მზია ამაღლობელი, როგორც პირველი ჟურნალისტი ქალი, პოლიტპატიმარი, მაგრამ ასეთი ხანგრძლივი პატიმრობით, ყოველ შემთხვევაში და აქ არ ვსაუბრობ რამდენიმე დღიან, თქვათ, ადმინისტრაციულ დაკავებას, ის პირველი პოლიტიკოსი ქალია საქართველოში, რომელიც რეჟიმმა გაწირა ასეთი ხანგრძლივი ტყვეობისთვის. თვითონ ელენეს არ უყვარს ხოლმე პირად საკითხებზე გამახვილება ყურადღების, მაგრამ მე არ შემიძლია ასევე როგორც მრავალშვილიანმა დედამ არ ვთქვა ის, რომ ელენე არის 4 შვილის დედა და მათ შორის 3 მცირეწლოვანი შვილი აი ამ ნაძირალამ მოსამართლედ წოდებულმა არევაძე გიორგიმ 3 მცირეწლოვანი ბავშვი დატოვა უდედოთ 1 წლის და 6 თვის განმავლობაში იმისთვის, რომ მან დაწერა სიმართლე. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ელენესთვის განკუთვნილი, იმიტომ რომ სიამოვნებაში რეჟიმა ძალიან კარგად იცის, რას ვამბობდი აი მის განსხვავებულობაში არის ის, რომ ის არც ერთ ეგრეთ წოდებულ პროცესს არ ემთხვევა, მას არ ყავს საერთოდ არც ადვოკატი, საერთოდ პროცესში არ მონაწილეობს, იმიტომ რომ ეს არის მისი გზავნილი და განაცხადი, რომ ეს არის სრული ფარსი და ეს არის სრული არაღიარება და სწორედ ეს არაღიარება კლავს რეჟიმს. და ამიტომ არის ჩემი აზრით, რომ ის ასე სასტიკად და სამაგალითოდ დასაჯა რეჟიმმა იმისთვის, რაც მისთვის ყველაზე მტკივნეულია და ეს არის ასეთი პრინციპული, კატეგორიული, შეურიგებელი არაღიარება, რასაც ელენე ხოშტარი ავლენს. თუმცა თქვენ მართალი მძანდებით, რომ ეს არ არის მხოლოდ გზავნილი ელენესთვის, რომლის გატეხვაც შეუძლებელია რეჟიმისთვის და ეს სიამოვნებაში გადასარევად იციან, არამედ აბსოლუტურად ყველასთვის, ხო? მათ შორის პოლიტიკოსებისთვის, რომლის წინააღმდეგაც საბოტაჟის, ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე აღძრული, მათთვის ვის წინააღმდეგაც ჯერ კიდევ საქმე არ არის აღძრული, მათ შორის ქალი პოლიტიკოსების მიმართ, რომ არ გეგონოთ, რომ ეს რაღაც წითელი ხაზია, რომ თქვენ ხართ ქალი და დედა და ასე შემდეგ, მივხვდეთ იმისა, რომ ეს წითელი ხაზი მათ ძალიან დიდი ხნის წინ გადალახეს, მაგრამ ნუ თუ ვინმეს კიდევ ჰქონდა, თქვათ, ამის ილუზია, ხო? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის გზავნილი საპროტესტო საზოგადოებისთვის, საპროტესტო მოძრაობისთვის, აქტიური ადამიანებისთვის, რომ დიახ, საქართველოში მართლაც კონსოლიდირებულია სრულიად უსულგულო დიქტატურა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი წითელი ხაზები და მზად არის ყველაფერზე, ყოველგვარ აღვირახსნილობაზე იმისთვის, რომ თავისი გაიტანოს და ეს თავისი არის ის, რომ მოახდინოს ძალაუფლების ხელოვნურად და ხალხის ნდობის და მანდატის გარეშე კონსოლიდაცია. ქაოტონთინა, ნახეთ რაღაც ზუსტად ემთხვევა იმ გზას, რასაც ახლა ივანიშვილი გადის, ზუსტად ემთხვევა ბელორუსელი დიქტატორის გზას. სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც ტრამპის წარმომადგენელი ჩავიდა მინსკში, რამდენიმე საათში 250 პოლიტიკური პატიმარი გამოაშვებინა ლუკაშენკოს. მართალია რაღაც ხარჯზე მან ლუკაშენკო მიიღო ის, რომ სანქციები მოეხსნა მის გარკვეულ კომპანიებს და სახელმწიფო უწყებებს, მაგრამ 250 პოლიტიკური პატიმარი რო ყავდა, ამის აღიარება მოუწია და გამოაშვებინა. ხომ არ ფიქრობს ივანიშვილიც, ასე ვთქვათ, ივანიშვილის სტრატეგია ზუსტად ეს ხომ არ არის, რომ რაც მეც დავაგროვებ, მით უფრო მეც გამოვივაჭრებ. კი, რა თქმა უნდა, ამაზე მე ძალიან ხშირად მისაუბრია, სხვა მათ შორის, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებიდან, აუცილებლობიდან გამომდინარე, სადაც იმყოფებოდა, გადაიყვანეს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, ესეც ჩემი აზრით ამ სქემის ნაწილი იყო და მათ შორის ეს რაღაც რაოდენობრივი მართლა კატასტროფული ზრდა, სადაც საქართველოში დღესდღეობით მეტი პოლიტიკური პატიმარია, პოლიტიკური ნიშნით დატყვევებული ადამიანია ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე ვლადიმერ პუტინს რუსეთში, რაც წარმოუდგენელი მაჩვენებელია. და ამ კომენტარს ვაკეთებდი, სწორედ ჩემი შეფასება ამგვარი იყო, რომ ივანიშვილი მაშინ აი რაღაც თავის მომხვეჭელობის ფარგლებში იხვეჭდა ბრჭყალებში პოლიტიკურ პატიმრებს, რატომ? იმისთვის, რომ შემდგომ მოლაპარაკების მაგიდასთან მას გაეზარდა თავის მონეტები, ხო?
და თulis რომ ადამიანებით ვაჭრობა ძალიან ჩვეულებრივი პროცესია და თქვენ სწორად ახსენეთ ის რომ მით უმეტეს როდესაც იხილა ბელორუსის და ლუკაშენკოს ანალოგი ეს მაგალითი ის ფიქრობს რომ სწორედ ამ მაგალითით იხელმძღვანელებს მასთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატები მაგრამ რასაც მაშინ ვამბობდით ახლაც შემიძლია გავიმეორო და განსაკუთრებით რელევანტურია ეს იმიტომ რომ ხვალ საზოგადოებისთვის მე მგონი ცნობილია უკვე რომ ჩვენც ოპოზიციის წარმომადგენლებს გვაქვს შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან რომელთან შეხვედრაც ჩემთვის და ჩემი ალბათ სხვა კოლეგებისთვისაც პირველი არ არის მაგრამ მნიშვნელოვანია მისი ვიზიტი რეგიონში და მისი ვიზიტი კონკრეტულად საქართველოში და ის გზავნილები რომელსაც ის ჩამოიტანს და განსხვავებული რაც არის ივანიშვილის საქართველოსა და ლუკაშენკოს ბელორუსს შორის არის ის რომ საქართველოს ამერიკასთან ომხრივი ურთიერთობები დაფუძნებული ჰქონდა ღირებულებებზე და იმ სტრატეგიულ პარტნიორობაზე რომელსაც წლების წინ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში მოეწერა ხელი რომელიც დაფუძნებულია გარდა ეკონომიკური კულტურული და სხვა საკითხებისა დემოკრატიულ და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელიც საქართველოში აღარ არსებობს უბრალოდ. და დღეს ივანიშვილს გონია, რომ იხემძღვანელებს ლუკაშენკოს ანალოგით, იხემძღვანელებს კვლავ აი ამ მოდელით, რომ ადამიანებს აქცევს სავაჭრო მონეტებად, მაგრამ ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ივანიშვილს და ეს ამერიკელებმაც გადასარევად იციან, რომ საქართველოში ეს ვერ მოხდება და არ მოხდება და შესაბამისად გადატვირთვა ამ ორმხრივი ურთიერთობის შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში საქართველოს ეყოლება დემოკრატიული, ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ქართულ ხალხს. პროამერიკელ, განსაკუთრებით პროამერიკელ, სხვათა შორის ქართულ ხალხს, ხო? და არა რეჟიმს, რომელიც თანამშრომლობს ირანთან, რომელიც დადის ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე და ტერორისტებს ურდგას გვერდით, რომელიც ლიკვიდაციას შემძეს ახდენს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც თანამშრომლობს კომუნისტურ ჩინეთთან და კომუნისტურ პარტიასთან აყალიბებს სტრატეგიულ ურთიერთობას, მათ შორის ფორმალურადაც მაშინ, როდესაც სტრატეგიული ურთიერთობა საერთოდ წყდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რომელიც ასევე რა თქმა უნდა თანამშრომლობს რუსეთთან. ახლა რუსეთი სიახლე არ არის, მაგრამ ჩინური და ირანული გავლენების გაძლიერება ივანიშვილის ხელით საქართველოში საკვანძო რეგიონში შავ ზღვაზე ეს სიახლეა და დამერწმუნეთ არც ერთი ამერიკის ადმინისტრაცია და პრეზიდენტი არ დაალაგდება ასეთ რეჟიმთან. ავტომატურად ლუკაშენკოს მაგალითი ვფიქრობ, იმიტომაც ვერ განმეორდება საქართველოში, რომ ქართულ ოპოზიციას ძალიან მკვეთრად აქვს გაცხადებული, რომ პოლიტიკური პატიმრების თემაზე ვაჭრობა ივანიშვილის რეჟიმთან არ იქნება. ეს არის ძალიან მკაფიო განაცხადი ოპოზიციის მხრიდან, რომ ეს თემა არის დახურული და ასე ვთქვათ, ეს ვაჭრობა არ იქნება. ეს მათ შორის, ჩემის აზრით, დასავლეთსაც უკეთავს გზას იმისთვის, ქართული საზოგადოების და ოპოზიციის ასეთი განაცხადი, რომ ამ თემაზე საერთოდ დაიწყოს ლაპარაკი ივანიშვილთან. რეალურად ეს ასეა, ანუ თქვენ ერთის მხრივ ივანიშვილთანაც ჭრით გზას, რომ პოლიტიკურ ტყვეებზე ვაჭრობას არ დაიწყებ და მეორე მხრივ დასავლეთსაც უგზავნით სიგნალს, რომ ამ თემაზე ლაპარაკი საერთოდ არ დაიწყოს. რა თქმა უნდა, ეს რაღაც შეფარული სიგნალი კი არ არის, ეს არის ჩვენი საჯარო განცხადებები და ის რასაც აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე მოისმენ, მაგრამ აქამდეც არ მივა საქმე. იმიტომ რომ არავინ არ დაუშვებს იმას, რომ ამ მოცემულობაში ივანიშვილმა გაიმეოროს ის, რაც არაერთხელ გაუკეთებია, როდესაც ის მუდმივად ვაჭრობდა ადამიანებით, ადამიანების თავისუფლებით და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ბედით, იმიტომ რომ დღეს სხვა მოცემულობაა, დღეს რეგიონშიც სხვა მოცემულობაა, რუსეთს აღიქვავენ უკვე იმ მოთამაშეთ, რაც არის, როგორც ტერორისტული რეჟიმი, რომელიც რეალურად პროაქტიულად უკრაინაში შეჭრით არღვევს მსოფლიო წესრიგს და იმპერიალისტურ მისწრაფებებს ავლენს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, რაც გააკეთა 2008 წელს, არამედ ასევე უკრაინასთან მიმართებაში და რეალურად ამერიკის შეერთებული შტატები, როდესაც მოქმედებს სირიაში თუ ვენესუელაში თუ ირანში, იქ ყველგან ამას აკეთებს მათ შორის ირიბად არა მხოლოდ ამ რეჟიმების წინააღმდეგ, არამედ რუსეთის დასასუსტებლად. და როგორ წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ, რომ ის რეჟიმი, რომელიც ღიად რუსეთთან თანამშრომლობს და ეხმარება მას მათ შორის სანქციების თავიდან არიდებაში და ბევრი სხვა თვალსაზრისით არის მაშველი, რგოლი და გამტარი რუსული ინტერესების საქართველოში და ამისთვის ყავს სხვათა შორის სანქცირებული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, უკაცრავად სახაზინო დეპარტამენტს ამ შემთხვევაში ივანიშვილი, რომ ის რუსულ ინტერესებს ატარებს ჩვენს ქვეყანაში და ეს სანქციები მართალია წინა ადმინისტრაციის დროს დაწესდა, მაგრამ არ შეცვლილა არც ამ ადმინისტრაციის დროს და დამერწმუნეთ ზალიკომ, რომ ეს პირდაპირ ამერიკელებისგან ვიცი, ხო? რომ იმ შეხვედრებზე, რომლებსაც ესენი მართავენ მათთან, ერთადერთი ამ საკითხზე საუბრობენ რეალურად, ყოველ შემთხვევაში 80% მათი საუბრის ამას ეხება, რომ რაღაცნაირად ივანიშვილის ფული იქნებ გამოვიხსნათ. რატომ?
იმიტომ რომ იცის კობახიძემ გადასარევად რომ მისი სკამი პირდაპირ მნიშვნელობით ჩამოკიდებულია ივანიშვილის მილიარდზე. თუ ის სანქცია ამერიკელებისგან არ მოიხსნება, ის ამ სკამს დაკარგავს და დაკარგავს პრივილეგიებს და უამრავი სხვა ადამიანი, რომელიც შესაბამისად მასია მიმული. ხო, სამ შემოვიდოდი თქვენს ეთერში უყურებდი თქვენი ნიუსის რეპორტაჟს სკოლასთან დაკავშირებით მაგალითად, სადაც ერთ სკოლაზეო 300 მილიონი აქვს მოპარულიო, ხო? ეს მიქანაძე, რომელიც ჩემზე მათი თვის გასაგები ენით რომ ვთქვათ, დანოსებს წერდა ღალატის კომისიაში და წულკიანის კომისიაში საუბრობდა იმაზე, მე თურმე ქვეყანას როგორ ვღალატობ, მაშინ როდესაც ვიბრძვი იმისთვის, რომ მათ შორის ჩვენმა მოქალაქეებმა შეინარჩუნონ უვიზო მიმოსვლის პრივილეგია. მაგალითად და ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხით ჩავდივარ ბრიუსელში, ჩავდივარ ლონდონში თუ ჩავდივარ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. აი ეს ვაჟბატონი მარტო ამ ერთ სკოლაში მაგალითად მისი უწყება მილიონებს და ასობით მილიონს იპარავს დარწმუნებული და რა მოხდება მერე ღარიბაშვილივით ბურჭულაძესავით, ჯუანშერ ბურჭულაძესავით თუ ლილოაშვილივით თუ ასე შემდეგ ჩააგდებენ მასაც შესაძლოა ხო ციხეში ივანიშვილი მასაც მოიშორებს, გამოაცხადებს მაგ კორუმპირებულად და თვითონ დარჩებიან ვითომ კორუფციასთან მებრძოლის მანტიით. ხო ეს არის ნონსენსი, ეს არის აბსურდი, სინამდვილეში ეს არის მთლიანად დაჭაობებული, კორუმპირებული რეჟიმი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის პირადი და ფინანსური ინტერესებისთვის იბრძვის, მათ არ აინტერესებს ქართველი ხალხი. და ძალიან სამწუხაროა რომ იგივე ამერიკასთან მიმართებაში მაგალითად ჩვენ გადაგვისროლეს რაღაც წარმოუდგენელ კალათაში სალიკო სადაც არასოდეს საქართველოს არ ყოფილა ისეთ ქვეყნებთან რომელიც რეალურად არ შემდგარი სახელმწიფოები არიან რომელთაც არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ ურთიერთობაზე საუბარიც კი და ჩვენ დეკადის წინ ქონდა ჯერ კიდევ სტრატეგიული ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და უვიზო მიმოსვლაზე საუბარიც კი იყო, შეიძლება ეს რეალისტური იმ მომენტში არ იყო, მაგრამ საუბარი დაწყებული იყო ჯერ კიდევ ობამას და პრეზიდენტი სააკაშვილის დროს და თავისუფალ ვაჭრობაზე და შესაძლო ორმხრივ უსაფრთხოების შეთანხმებაზეც კი იყო საუბარი. ახლა საერთოდ რაზეა? უკვე გახსნილი იყო დიალოგი უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. ამ გზავნილებს იღებდა მაშინ ქვეყანა უბრალოდ რაღაც უნდა მიყოლოდი იმ გეს რომელიც აღებული უნდა დარჩენილიყავი იმ სტრატეგიული ურთიერთობის ჩარჩოში და იმ სტრატეგიულ ურთიერთობას ხა მეც სანამ პოლიტიკაში ვიქნებოდი ასე ვთქვათ დიპლომატიურ სამსახურში ვიყავი და საგარეო საქმეთა სამინისტროში მახსოვს არაერთი შეხვედრა რომელიც ტარდებოდა სწორედ ამ ორმხრივი სტრატეგიული შეთანხმების ფარგლებში იყო სხვადასხვა სამუშაო ჯგუფები და ძალიან კონკრეტული გზამკვლევი ასე ვთქვათ თუ რა უნდა მომხდარიყო და როგორ უნდა განვითარებულიყო ჩვენი ქვეყანა იმისთვის რომ ეს სტრატეგიული ურთიერთობა კი არ შეწყვეტილიყო როგორც სამწუხაროდ ეს მოხდა არამედ გაგრძელებულიყო და ამას მოყვებოდა კონკრეტული სიკეთეები ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ეს უამრავი ინვესტიცია საქართველოში უამრავი ამერიკული კომპანია რომელიც საქართველოს შეიძლებოდა შემოსულიყო იქნებოდა ეს ანაკლის პორტის მშენებლობა სადაც ასევე ამერიკული ინვესტიციებით უნდა განვითარებულიყო ეს გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი რომელიც საერთოდ გარდაქმნიდა საქართველოს როლს განსაკუთრებით ახლა რასაც ხედავთ ირანში და ზოგადად რეგიონში ხო საქართველო მართლაც გახდებოდა ნამდვილად საკვანძო ქვეყანა და ახლა ის გეოგრაფიული უპირატესობაც კი რომელიც საქართველოს ღმერთმა უბოძა და უბრალოდ ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში გამოყენებადია ამასაც კი ვეღარ ვიყენებთ იმიტომ რომ ხედავთ რომ ყველა სავაჭრო და საკომუნიკაციო კორიდორის გახსნა და გაჭრა ხდება საქართველოს გვერდის ავლით ანუ ერთადერთი ღმერთის მიერ ბოძებული გეოგრაფიული მოცემულობაც კი გამოუყენებელია ამ რეჟიმის პირობებში. არამც თუ ის, რომ იქ ჰაბი შექმნა და დამატებით ღირებულება შემოიტანა, ინვესტიცია შემოიტანო და დამატებითი ინტერესები გააჩინო და ადამიანები დაასაქმნო და ასე შემდეგ. რაც მათ შორის ახლა ხო ძალიან კარგად გვესმის ზალიკო, რომ აი როდესაც მუდმივად მშვიდობაზე საუბრობენ, ხო? რატომ არის ესეც ასეთი ტყუილი და ასეთი იაფფასიანი ტყუილი და ფარსი? იმიტომ რომ არ არსებობს მშვიდობა ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის გარეშე. იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ეკონომიკურ ჰაბზე და ინფრასტრუქტურულ ჰაბზე დარტყმა ისეთივე ფასის იყოს, როგორც საერთოდ რაღაც გაუდაბნოებულ გეოგრაფიულ ერთეულზე და გეოგრაფიულ ჩიხზე, რომლადაც რეალურად ივანიშვილი საქართველოს აქცევს ხო სამწუხაროდ ხა. ვინ წარმოიდგენდა იმას, რომ ფაშინიანი ჩავიდოდა ევროკავშირში და ისაუბრებდა იმაზე, რომ სომხეთი შეიძლება საქართველოს უფრო წინ არის და იცით რა, აი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი რომ გაჩერდაო, ეს შეიძლება შემაფერხებულიყო
მოსახერხებელი გახდეს სომხეთისთვის. ნუ აი წარმოუდგენელია, მაშინ როდესაც ლობირებს ახლა ჩვენ ზუსტად მაშინ როდესაც სომხეთის ევროინტეგრაცია საერთოდ არ განიხილებოდა, მაშინ როდესაც საქართველოს უკვე რიგში იდგა უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ და დამერწმუნეთ რომ ახლა უკვე გახსნილი იქნებოდა მოლაპარაკება, არ მხოლოდ გახსნილი იქნებოდა მოლაპარაკება გაწევრიანებაზე, არამედ ჩემი აზრით ძალიან ახლოს ვიქნებოდით გაწევრიანებასთან. და ესეც მინდა ყოველთვის ვახსენო რომ ეს გაწევრიანების პროცესი არ არის რაღაც ეფემერული პოლიტიკური პროცესი, რომელსაც არანაირი სიკეთე არ მოყვება. გაწევრიანების რაცამს გაწევრიანება იწყება, აი რომ დაანონსდება, რომ დღეს გაიხსნა პროცესი საქართველოსა და ევროკავშირის შორის გაწევრიანების შესახებ. იმ მომენტიდან საქართველოს ეძლევა წვდომა უამრავ ფონდზე, ასეულობით მილიონი ევროს შემოდინება იწყება ავტომატურად პრაქტიკულად ძალიკო. ამისთვის ჩვენ ბრძოლა კი აღარ მოგვიწევს. ავტომატურად და ეს ეხება სკოლებს მათ შორის, სხვა შორის სკოლების მშენებლობას. აი უამრავი ასეულობით ბავშვი რო სკოლის გარეშეა ახლა დარჩენილი, მაშინ როდესაც ჩინოვნიკების, აი გივი მიქანაძე მაინტერესებს სხვა შორის მისი შვილები სად დადიან ნეტა. კერძო სკოლებში ხომ არ დადიან შემთხვევით? დარწმუნებული ვარ და ყველა ჩინოვნიკის, რომელიც იქ ვითომ პარლამენტში არის მოკალათებული. რატომ? იმიტომ რომ საჯარო სკოლებში აღარ არის სტანდარტები, იმიტომ რომ მასწავლებლებს არ აქვს ნორმალური ხელფასები, იმიტომ რომ არ ხდება მათი კვალიფიკაციის ამაღლება. ხო? არაფერში არ იდება ფული, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი. რატომ? იმიტომ რომ ეს ფული მიდით მათ ჯიბეში. მე ვიღაცას დაიჭერენ, ვიღაცას არ დაიჭერენ, ვიღაცას ფულს მოატანიდებენ, ვიღაცას გამოუშვებენ და ამას დაარქმევენ კორუფციასთან ბრძოლა და ეს მანკიერი წრე გაგრძელდება და ჩვენ უნდა ვიჯდეთ და ველოდოთ. არა, არ დაველოდებით. არ დაველოდებით, არ გავჩერდებით, არ გავჩუმდებით და არ შეგვეშინდება. ეს იყო მთავარი გზავნილი, რაც ელენეს ჰქონდა, რომელიც ნამდვილად გამორჩეულად გამბედავია და ბევრისთვის მაგალითია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დანარჩენებისაც ეს არის, ვინც ციხეშია, თავისუფლებაზეა, ქუჩაშია, რუსთაველზეა თუ ნებისმიერ საქართველოს წერტილშია და იბრძვის ამ ქვეყნის. მე წარმატებას გისურვებთ